არ გამაცინო იცოდე, თორე მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო გუნჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე და დღეს სტუმრად გყავს MMA-ის პროფესიონალი მებრძოლი ამირან გოგოლაძე. როგორ ახარ ამირან? კარგად ვატო, მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. კარგად თუ არავინ. დღეს მოკლედ ესე ვთქვათ ამირანს რამდენი ხანია ვეუბნები, რომ უნდა დავждეთ პოდკასტი ჩავწეროთ, გავთავისუფლდით ორი ყველაფრისგან ესე ვთქვათ საქმეები მოვილიეთ. არსად არ გვეჩქარება და სანამ ინტერვიუზე გადავალთ, აუცილებლად მოიწონეთ მეგობრებო ეს ვიდეო. გამოიწერეთ ჩემი არხით, თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ გყავართ, ეხლა კი მოდი დავიწყოთ. აბა რაშვები ჩემო ძმაო, როგორ გზნობ თავს? კარგად ვარ, ფორმაში ვარ. უკვე 6 თვეა ფაქტიურად აქ ვიყოფები ლას-ვეგასში. ძალიან კაი კემპი გავიარე, ტრენინგ კემპი, მაგარ ბიჭებთან მომიწია ვარჯიშების პანიკები. ავიმაღლე ჩემი ცოდნა და როგორც აქამდე ინტერვიუებში აღნიშნავდი ხოლმე, ერთ ეტაპზე ვარ, რომ სწავლობ. ამ ჩამოსვლით ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და კიდევ ვიცი რომ ძალიან ბევრი რამე მოგსასწავლი. დარბაზი, ბიჭები, სინდიკატის ბიჭები ძალიან დამეხმარენ ამაში და ნელ-ნელა უფრო განვითარება, უფრო ზემოთ და ზემოთ მიდის და ვიხვეწები ნელ-ნელა რა. ეგ რა თქმა უნდა, შენ ახლა მოკლედ მოყევი ეს და მე მინდა რომ ბევრ რაღაცას შაგეკითხო რა, ხო ხდები? საინტერესო გამოცდილება მიიღე ჩემი აზრით და 6 თვე არის რაც ამერიკაში ხარ ახლა ჩამოსული, ლას-ვეგასში კონკრეტულად, პროფესიონალურად ემზადები, პროფესიონალურ ჯიმში, UFC-ს მებრძოლებთან სპარინგობ და ასე შემდეგ და უფრო მეტი რომ მოგვიყვე ამაზე რა. ვიცი რომ მანამდეც ყოფილ ხარ კონდენდერები რო იჩხუბე, მაგრამ ეხლა რა დაგხვდა რა, ეგ მაინტერესებს და როგორი მოლოდინები ქონდა შენ მანამდე. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რომ საქართველოშიც რა თქმა უნდა საქართველოში მომზადებით მაქვს მთელი ეს ჩხუბები მოგებული, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ერთ-ერთი იყო სპარინგ პარტნიორების პრობლემა, რაც აქ ჩამოვედი აქ პრობლემა მომეხსნა, იმიტომ რომ შენ ხო კარგად იცი და მაყურებელიც ნახავდა ჩემს რაღაც სტორიებს, რაღაცები მიდევს, ვარჯიშობ და სპარინგობ დიდ ბიჭებთან, ხალიდ რანთრისთან, ძალიან ბევრი ბიჭია ისეთის, რომელიც რომბელები არიან, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, ძალიან მეხმარება ეს ყველაფერი იმაში, რომ ჩემი სკილები განვავითარო, ასევე რამოდენიმე UFC-ს მებრძოლს მოვეხმარე, PI-ში სპარინგობდი, მოვეხმარე ბრძოლისთვის, დავეხმარე UFC-ში ბრძოლა ქონდათ. მოიგეს სხვათა შორის ორივემ და პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო, რაც აქ ჩამოვედი, ამ ბიჭებთან მუშაობით თავდაჯერება უფრო მომემატა, რადგან მაინც საქართველოში ხარ, ყურებ იქიდან მებრძოლებს, ხედავ მათ წარმატებას და ცოტა ბუნდოვნად მიგარჩნია რაღაცეები, გონია რომ ისინი შენზე ასე რომ ვთქვათ, ბევრად განსხვავებულები არიან, ბევრად მეტი არიან, მაგრამ ეს უფრო მაგრები არიან სიწყალებში ვთქვა. დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ მე ასე ვიყავი, მოკლედ დარბაზში რომ შემოდიხარ, პირველად რომ ჩამოვედი, მაინც ცდილობ რომ შენი ზომის ადამიანებს შეხედო და ყველა ვიზუალურად ისე გამოიყურება, ვფიქრობ რომ ძლიერები არიან ასე და მე უშუალოდ შეხება რო გაქვს, ნახავ რომ არაფერი განსაკუთრებული და პირიქით ჩვენ ქართველებს მოგვდებს რაღაცნაირად ისე რომ ინსტინქტში გვაქვს ბრძოლა, არ გვჭირდება რაღაცის სწავლა რა, შეიძლება არასწორად ვაკეთებდეთ, მაგრამ ინსტინქტის ხარჯზე გამოგდის ძალიან კარგად რა. და მოკლედ ჩემი თავდაჯერებულება ბევრად მაღლავი და იმის შემდეგ რაც აქ ჩამოვედი რა. ხალილ რაუნთრისთან ახსენე შენ სპარინგები და მე კი ვიცი ეს ყველაფერი და მინახავს, მაგრამ აი თუნდაც ხალილთან სპარინგები რო ავიღოთ რა, როგორც კი ჩამოხვედი, მაშინვე დაიწყე მაგალითად, რაღაც დრო დაჭირდა მაგალითად ამ ყველაფერს რომ ჯერ სიტყვაზე ვთქვათ ენახეთ მაგალითად, შენი ვარჯიში ენახათ, მომზადება და ასე შემდეგ და მერე მიგიშვეს. აი ეს პატარა პროცესები მაინტერესებს უფრო დეტალურად. თავიდან ჩამოვედი, მოკლედ, როგორც ვიცით, ხალილი ბოლო ბრძოლის შემდეგ ცოტა ტრამირებული იყო, ისვენებდა. პერეირას მერე, ხო? პერეირას მერე მე უკვე დაბრუნდა დარბაზში და მოგვიწია ჭიდაობა. მასთან ერთად ეს PFL-ში შორჩულობს ის მაგალითად, აი მაშინ გავიცანი ორივე რა, კორიც იყო და საბივე ერთად ვიდექით წყვილში, იმიტომ რომ ერთი ზომის ჩვენ ვიყავით მაგ დროს. საუბარში ძალიან ისე კარგად, ძალიან ისეთი კარგი ტიპი ჩანს და კაი ტიპის თავისდება სტორიებს ეს ხალილი. გავიცანით კარგად ერთმანეთი, ანუ მთელი ამ იმის განმავლობაში მეკითხებოდა რა ზონაში ვჩხუბობდი, ამ
ვარჯიშის განმავლობაში და ობრეონი 77-ში გამოვიდა, რომ უკვირდა ძალიან და სულ აღნიშნავდა იმას, რომ ქართველი ძალა და მაგრები ხართ ქართველები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ მე პერიოდულად ისვენებდა, მაგრამ მოგვიწია სპარინგები დამუშავებაზე ვდგებოდით ხოლმე ერთად. იმიდან გამომდინარე, რომ თვალი არ ქონდა ბოლომდე მორჩენი ერთ ვარჯიშის შემთხვევით, ანუ ძალიან ისე მსუბუქი დარტყმა არც ძლიერ არაფერი, უბრალოდ თავიდან გაიხსნა ნაკერები, მე კიდე დაისვენა, მსუბუქად გვიწევდა ხოლმე სპარინგები. მე ერთმანეთსაც კარგად შევეჩვიეთ, ასე რომ ვთქვათ, იმას ხალილის მიხვდა, რომ გამოვადგებოდი თავის რაღაცეებში. მოკლედ და უკვე ალბათ 1-2 თვეა, რაც თაიჩი შევდივართ, კეიჩი თუ არ შევდივართ, გარეთაც მაგარი სპარინგები გვაქვს. კარგად მიდის ყველაფერი, ძალიან მაგარია, ეხლა რაც მინდა აღვნიშნო ხალილი დგომში, ძალიან მაგარია, ძალიან სწრაფია, იქიდან გამომდინარე, რომ 93-ის მოჩხუბარია. ფეთქებადი ძალა აქვს და ძალიან მალე შეუძლია დისტანცია დაგიხუროს. კარგი გამოცდილებაა შენ. რა თქმა უნდა, ძალიან ეხლა პირველად რომ მოვიდა დარბაზში და ვიცოდი რომ აქ ვარჯიშობდა, ეხლა მეთქი ხალილი რანთრი და რაღაცა და დგომში მეთქი ვაფშე მკვლელია და მაგრამ ეგრე არ არის ეხლა რა, შეუულებრივად ყოფილა ისეთი რაუნდებიც რომ საერთოდ არ ვეჭიდავებ და მთელი რაუნდები გავაგზავნეთ დგომში და მაგაზე ერთ ისტორიას გავიხსენებ, რამოდენიმე დღის წინ მოხდა ეხლა იოსის გადამღები ჯგუფი იყო მოსული, ხალილს ბრძოლა აქვს იოსი ბაქუში ტარდება ბრძოლა აზერბაიჯანში როგორც მეგობრებო და ნუ გადასაღებად იყვნენ სპარინგების მოსული და ისე მოხდა რომ ამ რაუნდრის სპარინგ პარტნიორები არ იყვნენ მოსულები და ამირანს ჯონ უდიმი რეკავს რომ ამირანს თუ შეუძლიაო რა თხოვო რა მახსოვს დილა იყო მეძინა და აი ეს ამერიკელები ხო ადრედგებიან ძალიან და დილის 7-ის ნახევარზე რომ ჯონ უდი რომ მირეკავს რომ ამირანიო თუ ესპარინგებაო ხალილსო რა და ნუ ეხა ოკეი რა თქმა უნდა დავთანხმდით ამირანს უთხარი ამირანმაც რა პრობლემა არისო წავედით დარბაზში ნუ რაღაც სპარინგები აი ჯერ მერაბის რაუნდები იყო მახსოვს თან მე ვიღებდი და ეხა ამირანის ჯერის მოვიდა მოკლედ თან იღებენ ეხლა ამ ყველაფერს და ზოგადად ერთი არის რომ UFC-ს უნდა რომ რაღაც კარგად ლამაზად ესთეტიურად გამოჩნდეს ეს ყველაფერი ხო ვისაც ბრძოლა აქვს უშუალოდ ხო ვისაც ბრძოლა აქვს ის უნდა ჩანდეს კარგად ესე ვთქვათ და მაგ დროს ნუ ყველა სპარინგ პარტნიორები უწყობენ ხელს ესე ვთქვათ ამ ადამიანს ეხმარებიან აცდიან დამუშავებას და ასე შემდეგ და ამირანი მეკითხება რომ ანუ როგორ ვემუშაო ანუ ვეჭიდავო და ვეკითხები ჯონს რომ რა ვქნათ მეთქი ანუ ვეჭიდავოთ როგორ ვემუშაოს და რა ჯონი პრობლემა რა 50-50-ზე და ოკეი, მეთქი, ანუ ეხლა ამირანის კუთხეში ვდგავარ რა. ესეთი მომენტია, იქით ხალილს ჯონ უდი და ვიღაცები უდგან და მე აქეთ არავინ არ იყვნენ რა, ჩვენი ბიჭები იქ სპარინგობდნენ და მე დავდექი უცებ რა, მეცალა და ვიდის რა, სპარინგი თავიდან რამოდენიმე წუთი და უცებ ბახ და ამირანა შევარდა რა ფეხში, აუ ბახ გადაიყვანა ხალილი და გავხედე რა ჯონს ავტომატურად და ხტლელესე რა იქით რა და მე ვიყურებენ და მე რა ვქნა მეთქი ნახევარი ძალით ეჭხუბება ისედაც კაცი ათაშორის ეხა გაჩვენებ რომ იოსის ერთ-ერთმა მენეჯერმა ძალიან ისეთმა მენეჯერმა მომწერა მაგასთან დაკავშირებით ეს იოსი ბაქუში ოტარდება ეხა ვერ დავასახელებ ამ მენეჯერის სახელ და გვარს მაგრამ ჩამიგდო გიორგი კოკიაშვილის ტვიტი რა. კოკიაშვილს აქ დატვიტული რომ ნახეო სასაცილო არისო რა. რომ ბაქუში ტარდებაო UFC და არც ერთი ქართველი მებრძოლი არ არისო. ამ ქარზე, როდესაც 1 საათის გზა არისო რა და ნუ ფრენა რა საქართველოსდან და გზა 575 კილომეტრი და ანუ კარგი მაშვებაო რა, კარგად საუბრობსო რა. ხო, ანუ მენეჯერმა მართალიც არის სხვათა შორის ყველა ველოდებოდით ამას აი ოთარი ჩამოვიდა და უშუალოდ ხო, ანუ ქართველები მე ვარ ლევანი აქ არის და ლევანი ნუ კიდე ბიჭები არიან ეხლა საქართველოში ბენო მაგალითად ბენო გავაშელია აგერ ბათუმში ყავს ხვიჩაკოვი ხო, ნუ რამდენი ბიჭები არიან შეიძლება რომ ვერ მოვიყვანო მაგალითად და ვინმე რო არ გამოგჩეს რა ბევრი არიან რაულის არის აგერ თუ უნდათ თუ რაული ვარ ხო მაგას ვამბობ რომ ძალიან ბევრი რო არ გამოგჩეს მოკლედ ძალიან ბევრი არიან რეალური კონტენდერები ხო ანუ ნახე მეც Twitter-ზე დადებული გიორგის პოსტები და კომენტარები რომ გვერდზე ვართ ორი ჩემპიონი ყავს ქართველები ვართ და კარგი იქნებოდა ჩვენთვის შანსი იყო მაგრამ რატომღაც ეგრეთ ჩათვალეს რომ აზერბაიჯანში ვატარებენ ეხლა ფაქტობრივად არავინ არ დარჩა twins headline-ერებად გაუშვებდნენ და
უკვე ეს ორი მებრძოლი. ნაზიმ აქ არის, აქედან მიდის აზერბაიჯანში, აგერ სინდიკატში ვარჯიშობს, დღეს აქ იყო. ზოგადად ამერიკულ ლაიფსტაილზე რა სიტყვოდი, აი ამერიკული ცხოვრების სტილი რაც არის ახლა, რასაც ხედავ, აი როგორც შენი გუნდელები ცხოვრობენ, შენი მწვრთნელები, შენც გიწევს ახლა ესე ცხოვრება რა. ანუ ხედავ, რომ რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი არის და ამაზეც რო გვიამბო. შორის კარგი კითხვაა და შევეხები თავიდან იმ ყველაფერს, ისევ ჩემი თავით დავიწყებ, რა თქმა უნდა. როდესაც სანამ ჩამოვიდოდი, ვფიქრობდი, რომ აი ჩახვალ ამერიკაში და მარტო იქ ჩამიყვანა და ვსო ყველაფერია და გამზადებული და რაღაცა. პირიქით, ანუ ვინმე ამით კი არ მინდა შევაშინო, პირიქით, როცა რაც აქ ჩამოვედი, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, მწერზოგი ეხა ჩამოვიდა, აი მათი ჩამოვიდა, თუნდაც არავისთვის ინასტარ არ მithქვამს ის, რომ აქ შეიძლება რაღაცა განსხვავებული დაგხვდეს, ცუდის მხრივ ვიძახი, იმიტომ რომ ვინმე მისი არ აღიქვას, არ ვიცი რომ ხო მესმის. ხო რა, პირიქით ვეუბნები, კარგად არის ყველაფერი, რავი, ნორმალურად ვარ რა, მაგრამ რეალობა ჩამოდიხარ და საერთოდ სხვა რამე გხდება რა. პირველ რიგში ის რომ აქ მებრძოლები ვინც არიან, თავის რჩენა ძალიან უჭირთ. დილით ვარჯიშობენ, ყველანი თითქმის და პროფესიონალურ მებრძოლებზე. პროფესიონალურ მებრძოლებზე ვარ საუბარი. ეხლა მე ვისაც ვეხმარებოდი UFC-ში, ანუ საერთოდ არავინ არ იცნობს ამერიკაში. არავინ არ არის ტიპი. ორი ბრძოლა ჩაატარა, ეხლა მეორე ბრძოლა მოიგო, თან კარგი ბრძოლა იყო, აი ერთი მაგარი ბრძოლა გამოვიდა, ანუ მენ ივენსე. პერიერას ბრძოლა იყო და პერიერას კარზე რო იჩო ოზიდიაზი რა. თორე შეიძლებოდა რომ fight of the night მიეცათ რა. და ანუ ტიპი არავინ არ იცის საერთოდ, არავინ არ არის აქ რა. აი ჩვენთან რო საქართველოში ეხა ყველა UFC ნებისმიერ მებრძოლი იციან თითქმის რა, უკვე ვინც რაღაცას უყურებს MMA-ს, აქ ეხა MMA-ს ვინც უყურებს, საერთოდ არის ის ვინ არის ოზიდიაზი და საერთოდ არავინ არ არის, არც სპონსორები ყავს, არც არავინ არ ყავს და საღამოობით ტიპი დგება, მანქანაში ჩაიჯდება და ტაქსაობს და Uber-ზე მუშაობს და DoorDash-ზე მუშაობს, რომ თავი შეინახოს რა. ძალიან რთულად არის ყველაფერი. რთულია რა, ჩვენი გადამსახედიდან ადვილად ჩანს, ჩამოდიხარ აქ სხვა რეალობა გვხდება, მე ხარჯები იზრდება რა თქმა უნდა. ვარჯიშები დილით არის, იქიდან გამომდინარე რომ მე ეგრე მგონია რომ თავის გრაფიკზე აქვს ეგრე მოწყობილი რა, რაც აღვნიშნე, დილით მოდიხარ, ვარჯიშობ, რომ ერთი ვარჯიში უკვე ასე რომ ვთქვა ჯიბეში გიდევს და ფორმას ინარჩუნებ და საღამოს გადიხარ მე და საღამოს ალბათ ისე ამატებ აგურებს. ხო რა. ხო რა აშენებ. ხო და მე საღამოს ისე მუშაობა უწევთ რა, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ძნელია, მით უმეტეს ლას-ვეგასში ისეთი ეხლა რაც ნახე სხვანაირი განწყობით ვიყავი ჩამოსული, მაგრამ ჩამოდიხარ და ძალიან რთულია აქ ყველაფერი რა. რთულად მიიღწევა მოკლედ და რაღაცები იწელება, ეხლა საუბრობდით მე და ამირანი ეს დღეები. კი, ანუ 6 თვე აქ ვარ. ჩამოვედი საბუთის გასაკეთებელი მქონდა სამუშაო ვიზა 3 თვე ვერ დავიწყე საერთოდ საბუთის კეთება. დავიწყე საბუთის კეთება და უამრავი დეტალი. ეხა შეიცვალა კანონი, ფული გადავიხადეთ, ეგრე არ უნდა გადაგიხადოთ, უკან დაგვიბრუნდა. უკან დაგიბრუნდა 2 კვირა უნდა ელოდო რომ თავიდან დაიწყო. გადავიხადეთ, მე რაღაცა საბუთი, მოკლედ ძალიან იწერებ. ეხლა 6 თვე ისე გავიდა. ეხა ჩემი ოჯახის როგორც ოჯახისთვის და ისეც რო ვფიქრობ ნახევარი წელია სახში არ ყოფილი ვარ, ძალიან რთულია, მაგრამ უცებ რო გადავხედოთ, ვაფშე საერთოდ ვერაფერი ვერ მოასწარი რა. აღვნიშნა მაგალითად დამწყებ მოჩხუბრებზე. მეც ეგრე მეგონა რომ საქართველოში ვიყავი, ჩახვალ და ბრძოლა ამერიკა რა უნდა ბრძოლას. ხო, ანუ ბრძოლის აღებას. ბრძოლას ვერ იღებ, ლაშა. აი მესხი ულოცავ ლაშა მესხს დინამოც. ხო, გაიმარჯვა რამოდენიმე ჩვენ ძმას. ძმამ. სამოყვარულო დებიუტი ქონდა, 3 დღეში აიღო ბრძოლა, გაიმარჯვა ძმაო, წარმატებები ლაშას მაგარი ბიჭია. ეხა კიდე ბრძოლა აქვს. კი 31-ში და მოკლედ წარმატებებს უსრულებს შრომობს და ეხლა ლაშას მოვიყვან მაგალითად ამდენი ხანია 1 წელია ალბათ 8 თვე 7 თვე მე კონკრეტულად მე რაც ვარ არა აქ ჩამოსული 6 თვეა და აი ალბათ ერთი 10 მენეჯერს ეხვეწება რომ ბრძოლა მინახო თან სამოყვარულო ბრძოლაზე არის საუბარი ან პირველი ბრძოლა არ მაქვს გამოცდილება ქონდა 0 ხა MMA-ის ბრძოლა არა აქ ჩატარებული ხო ჭიდაობს ძიუდოს ჭიდაობ და ეხლა უკვე დაიხვეწა ბრძოლას ვერ ნახულობს ასევე თორნიკე ნაგლიაშვილი მოწინააღმდეგემ უარი თქვა შო გახსოვს პირველი ბრძოლა რა რთულად ავიღეთ ეხლა ალეკოზეც უკვე სამმა მოწინააღმდეგემ უკვე უარი გითხრა ძალიან ძნელია ხასეინი და ხუსეინი 3 წელია ბიჭები აქ არიან ძმები და ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული აი არ ვიცი რა გიზგავნან ბიჭები და რთულია რა ეხლა ჩვენთან საქართველოში იქ GFC-ის ორგანიზაცია, მეზობელი ევროპის ორგანიზაციებია, პატარ-პატარა ორგანიზაციები, სადაც ჩადიხარ ბრძოლას ატარებ. ყოველ შემთხვევაში მე თავიდან რო დავიწყე, უბრალოდ თავიდან ეს სიტუაცია იყო, ვისაც გიგზავნიდან უარს ვერ იტყოდი, იმიტომ რომ არ იყო მაშინ ასეთი
კონტაქტები მოკლედ რა, ვისაც გამოგიგზავნი და წელიწადში შეიძლება ერთი მებრძოლი ყოფილიყო და აზრი არ ქონდა. აი ბოდიში ერთ რაღაცას უცებ რომ გაგაწყვეტილებ რა, ამიტომ უნდა მეგობრებო ყველას UFC-ში მოხვედრ, რომ ანუ UFC-ში რო ხარ, ბრძოლები გარანტირებული აქვს რა, ანუ კონტრაქტი გაქვს ისეთი რომ ანუ ესე არ ხარ რა, ანუ გაძლევენ, ჩხუბობ, არ ჩხუბობ, კარგად იყავ შენ განაცვალე რა, ეხა ბევრსაც ილუზია აქვს რომ აი მენეჯერები რო ყავთ რომ აი ესე გადმოგიშლის წიგნს რაღაც ხო ხდები იმით არჩევანებით აბა ვიზგინდა ამირა და ჩხუბა ამას კაცი 6 თვე აქ არის და ნეტა ვინმეს მაჩხუბეთო ანუ დიეტაზე ზის ფორმას ინარჩუნებს არ სვამს არ ჭამს და ანუ ხო ხდებით რა მენტალურადაც არ არის მარტივი ჩემი აზრით ანუ ეხა ასე რომ ვთქვათ, ჩემი ყველაზე გრძელი კემპი გამომივიდა რა 6 თვეა საქართველოსთან რა თქმა უნდა იმას არ ვთვლი დაჟე რომ საქართველოში ვარჯიშობდი ფიზიკურებს ვაკეთებდი და ჩამოვედი და 6 თვეა დილა საღამოს ვარჯიშს არ ვასწრე და ყოფილა შემთხვევით მერაბის გადამკიდე კვირასაც ვარჯიშობ. მერაბის გადამკიდე კვირასაც ვარჯიშობ არ ვიტყოდი, ანუ კვირა დღე ჩვეულებრივად სავარჯიშო დღეა. აქ ეგრე ითვლება რა. ჩვენთვის არის working day. ესე რომ ვთქვათ, ხო? სხვათა შორის ერთ რაღაცას გეტყვი ხა რაღაც მხრივ კარგიც არის ცოტას რომ დაისვენებ და საქართველოს შემოდიხარ, იმიტომ რომ აი რომანი მაშინ იმავოს რო ეჩხუბა, რომანი გადამწვარი იყო რა, სამჯერ ჩაიხსნა მოწინააღმდეგე, ჩხუბობ, არ ჩხუბობ, ჩაიხსნა, ახალია, ეს არის, ის არის და თან ბავშვს ელოდებოდა, ხო ხდები, თან ოჯახი და იგივე გამომდის უკვე მე რამდენად დავიწყე წონისკლება, მე რამდენად ბოლოში ხო, ეგრე იყო ეგეც კემპში და ანუ გამოიფიტა რა ორგანიზმი რა, ხო ხდები, ეგეც იყო რა. ახალი ენერგიით გჭირდება რომ დაიდენო და мотивация რა, ანუ ბევრი ფაქტორი არის რა. ხო და მოკლედ რა, ისე გავაგრძელებ, მაგას არაფერი ძალიან რთულია მოკლედ აქ ყველაფერი რა. ასე ბრძოლები ჩაატარო, მოყვარულის დონეზე ვერ ატარებ ბრძოლებს და მე ანუ კიდე ამას ერთი ფაქტორი მოქმედებს რომ როცა კავკასიას უკვე საქართველოს გებულობენ იქიდან გამომდინარე ორი ჩემპიონი ყავს, ეგ საერთოდ აი ლაშამ დაბლოკა ყველაფერი რომ არ გამოჩენილიყო თავისი ფოტო ინსტაგრამზე რომ არ ენახათ რომ ვიღაც დათანხმებული იყო რა და მოკლედ ეხლა როდესაც პროფესიონალური მებრძოლი ხარ ამ ბრძოლები ჩამოდიხარ მაგალითად 2-0-ზე 3-0-ზე 5-0-ზე არავის არ უნდა შენთან ჩხუბი აქ ეხლა ერთი რა არის მარტივი ამათთვის რა მოკლედ ამერიკელებისთვის 5-0, 6-0, 7-0 უკვე ამათვის გარანტირებულია ის, რომ როგორი ბრძოლაც არ უნდა მოიგოს, ანუ სულ ისე ტიპთან რომ მოიგოს, რომ 0-0-ზე კონდეს, აქცევენ ყურადღებას, კაი რეიტინგი აქვს, დაუმარცხებელია, ამერიკელია, აუდიტორია ეყოლება, იქნებ გაუვარდეს და ამათვის მარტივია, მაგრამ ჩვენთვის არ არის ეგრე მოკლედ რა, რთულია ძალიან. კი, ანუ რთული არის, მაგრამ შესაძლებელიც არის. რა თქმა უნდა, ეგ მაგით კი არ ვაშინებ ვინმეს რომ ხო, მესმის რა, უბრალოდ თავისი დადებითი მხარეებიც აქვს ამ ყველაფერს, აქ ყოფნას, აქ ვარჯიშს, ესე ფოკუსირებულად ყოფნას და რაღაც უარყოფითი მხარეებიც რა, რომ რაღაც ფინანსურად ყარად უნდა იყო მაგალითად შერასაც ამბობ. კიდე ბევრი ნიუანსი არის რა, მენტალურადაც რთულია ეხლა, რომ თუნდაც კლიმატი რო აიღო. აი შენთვის როგორი არის ეხლა კლიმატი გარეთ რაც ხდება? მე მივეჩვი. თავიდან გამიჭირდა სიმართლე რო გითხრა, ჩამოვედი და ის როგორც არის რომ 12 საათი იყო მაშინ გასხოვება ზამთრის პერიოდი 12 დღე დაგჭირდებოდა. კი, ეს 12 დღე რაღაცა გავიდა, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, უჰაერობას გრძნობდი და ეხლა უკვე 6 თვე გავიდა, მივეჩვიე, ჩეულებრივად ვარ, უკვე კარგად ვარ, მაგრამ ეხლა უკვე სიცხეები დაიწყო და სიცხეებზე მაგ შენ კარგად იცი კონდიციონერის ამბავი. გამყინა ჩემი. დაუსდევ, ეს ჩართავს მე გავალ გამოვთო. ჩართავს გამოვთო. ტომი და ჯერი ვიყავ. ყველა საერთოზე ის კონდიციონერი და ჩართული მანქანაში დაგოგილტო. ისე შენი ჩამოსვლა მახსოვს მერაბის ეს იყო მაშინ. უმართან მქონდა ბრძოლა ჩანიშნული და მაშინ მახსოვს ამირალი რო ჩამოვიდა ის დღე, რომ ამირალი ვნახე და მე მახსოვს ბრძოლის მერე რო გნახე რა. აი, ჩემთვის ეგეთი სტრესული ის არ ყოფილა. ძალიან პერიოდი. ყველა ჩავებით თან ამ რუტინაში რა, მერაბი უმარი რაღაცა ისეთი პრინციპი. ფაქტობრივად ეხლა დავიწყეთ ურთიერთობა. უმარის, ანუ მერაბის ბრძოლა რაც მე ადაპტაცია დაგჭირდა ერთი თვე. რა ხო ხდები რომ ეხლა დავიწყეთ ურთიერთობა ერთმანეთთან დავეგორდით და ეხლა უმალის საჩხუბოს უკვე მერაბი შენ საქართველოში მიდიხარ უკან. და მოკლედ არა გიჟი პერიოდი იყო ყველასთვის. გახსოვს? და ჩართულები ვიყავით. ნერვიულობა, ანუ როგორც არ უნდა იყოს, მაგარი მებრძოლია უმარიც და მერაბი ხო საერთოდ სხვა დონეა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ბრძოლა არის, რა თქმა უნდა. ნერვიულობ, ყველაფერზე ნერვიულობ, მე
დიდ ფეხზე რაღაც ტრამვა ქონდა, მაგრამ ერთი კვირა იყო დარჩენილი, ჩაგვიწვა ლოგინში ვაფშე წელი რო გავიღე. კი, ეტკინა და მოკლედ რა, მერაბი ყველას და ყველაფერს ამარცხებს. კი, აი დედასპიცა ვარ, შენთანაც მithქვამს, რომ კომისიაზე რო შევიდა შესამოწმებლად, ისეთი რთული პერიოდი გავიარეთ მაშინ და ისეთი რთული კემპი იყო რა. ნუ ეს ტრამვები, ნუ კიდევ რაღაცები, ჩვენც ადამიანები ვართ ყველა როგორც მე, შენ, მერაბიც ჩვეულებრივი ადამიანი არის და გვაქვს ხო ცხოვრებაში ხან რაღაც წინსვლები, ხან სირთულეები ასე ვთქვათ და ნუ რაღაც ქარიშხალი პერიოდი გამოვიარეთ ყველამ ერთად მახსოვს. ეგ მომენტი იყო და აი მერაბი რო შეიყვანე შემოწმებაზე, ისე ვიყავი რომ აუ მეთქი ხა ნეტა უარი უთხრან მეთქი რა და ანუ გადაიდოს ჩხუბიან რაღაცა და იმიტომ რომ ტრამაზე ფიქრობდი რომ ხო ხდები რა აი მაინც ისეთი მომენტია რომ ბრძოლა რო არის და აი ელემენტარულმა რაღაცამაც კი შეიძლება რომ გადაგიწყვიტოს რა მე რა იყო იმის მე პასუხი და ანუ მერაბი გამოვიდა და ერთი ფეხი ვაჩვენეო ორჯერ და აი მომენტში აი შენს მობასპიცა ვარ მიხვდი რომ აი იმენა ჩვენი იყო ეგ ბრძოლა ისე ვთქვათ რა ანუ აი ეგ არის რა ჩემპიონის ხასიათი ჩემი აზრით რომ კაცი არის თავის თავში და თავის შესაძლებლობებში 1,000,000% თავდაჯერებული. ეს თავდაჯერება რა რომ უყურებ მერაბს იქიდან მოდის რომ სულ ვარჯიშობს რა თავს არ ზოგავს. სპანიგებზე ხო რა ვიზედმეტი ალაპარაკი ხა უნდა ნახოს რომ იცოდე რა საკითხს მერაბი რა ანუ ვინც გინდა შეუში 5 რაუნდი აზრი არა აქ ანუ ყველა 6 რაუნდი ძმაო 6 რაუნდი და 6 რაუნდი ერთ კაცთან კი არ ვამბობთ ანუ სხვადასხვა ხო ხო მინიმუმ 3 კაცი უნდა გამოიცვალოს და რავი ძალიან მაგარია რა ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან მაგარი ადამიანია და სპორტსმენი ძალიან მაგარი რა თქმა უნდა და თან რო იხვეწება ყოველ ჯერზე სულ ვითარდება ეხლაც სულ რაღაც ახალ რაღაცებს სწავლობს და თან უყურებ და რჩევას ყველასგან იღებს ანუ თამდაბალი არის რა ხო ხდები ისრუტავს ყველაფერს რა ისე ჩემპიონია ამხელა გამოცდილება აქვს მაგრამ სწავლობს და ყველა ბრძოლაზე გამოდის ახალი მერაბი რა კი აშკარად რადიკალურად 10 ჯერ უფრო მაგარი და გაუმჯობესებული და ფიზიკურობაზე ხო ზედმეტი ალაპარაკი უყურებ და იმე კიბურგს დაემგვარა აი მერაბის რა მიყვარს იცი სიმართლე გითხრა რა მენტალიტეტი რომ თუნდაც ახლა რაღაცა რო ისეთი მოხდეს ან რაღაცაზე რომ დავიბრუზო ან იშვიათად რომ მერაბს უთხრა რა რაღაც თუ მაწუხებს და რაღაცა მაგრამ ანუ თვითონ როგორი მენტალიტეტი აქვს იცი აქ ამერიკაში ყოფნით მარტო ყოფნით მარტო ამ პრობლემების გადალახვით დამოუკიდებლობით და ასე შემდეგ ანუ იმდენად მაგარი დამოუკიდებელი როგორ თქვა ესე ვთქვათ პოზიტიური აზროვნება გამოიმუშავა ადამიანმა რომ გადამდები ხდება ეგ რა. ზღაპრის ბოლო კეთილია მერაბიზია. ხო რა, ანუ პოზიტიურად რა. ხო ხდები, ანუ ეხა მეც ემიგრაციაში ვარ, ეხა მე-3 წელი დაიწყო უკვე შენც იცი და ნუ რეალურად ხანდახან რომ მაქვს ხოლმე რაღაც მომენტები და ასე შემდეგ, ისეთი ყველაზე გამოცდილი ვიმყავს, ეხა გვერდში მერაბი მყავს, ხო, ანუ რა უნდა მოხდეს ეხა ისეთი რომ მერაბს არა აქვს გამოვლილი ან ასე შემდეგ და ნუ ხო ხდები რა, ისეთი ცხოვრებისეული მომენტები აქვს გაზიარებული ჩემთან, რომ შოქში ვიყავი რა. აი ხა მაგაზე მინდა გავაგზელო, აქამდე ვიცნობდი მერაბს, მაგრამ ხა 6 თვეა ერთად ვართ. ერთ სახში ვართ, ცხოვრობ მერაბთან და ხა უკვე ხო გამიზიარა თავის ის განული გზა და რაღაცებიც ისედაც ვიცოდი, მაგრამ აი პროსტა შოკის მომგვრელია მართლა რა. აი ხა აქაურ პრობლემებს რა ნებისმიერ რაღაცას გაკეთებაზე, ეხა მეხმარება ადვოკატი, ჩემი ცოლი, ჩემი ბიჭები ზედან დადან ბეთლაივიდან, ანუ ყველა ჩემზე მუშაობს და ძალიან რთულია ყველაფერი. მარტო ჩამოვიდა, ენა არ იცოდა, არაფერი არ იცოდა, გვერდში მდგომი არავინ არ ყავდა და არ ვიცი რა. საერთოდ არავინ არაფერი არ იცოდა მაშინ რა, ანუ UFC ქონდა ვიღაცა სადღაც იქ გაგებული. ეხა რო ასე ჩემპიონი ყავს აგერ მერაბი და Instagram-ზე რო პირდაპირ საქართველოში ხედავთ დარბაზი სად არის და ლოკაცია და რომ მოდიხარ და ნახულობ ანუ არც კი არსებობდა რა ეს დარბაზების პეიჯები და ასე შემდეგ გვერდები ანუ ნოლიდან და თან ეხა წარმოვიდგინე რომ ჩვენ ეხა რომ ეს ჩვენით რომ ჩამოვსულიყავით აქ ლას-ვეგასში რა ჯერ მარტო რამდენი ტვინის ბურღია რომ მარტო ბინას ვერ აიღებ რა რაღაც საშემოსავლო უნდა წარუდგინო 3 თვის შემოსავლები აქაური და ასე შემდეგ და ანუ ხო ხდები რა თუნდაც მაგაზე ვიტყვი ისე წეგანო ვთქვი ოზიდიაზე არავინ არ იცის მეთქი მებრძოლია თქო მე-4 მე-5 ბრძოლას ატარებდა მე-6 ბრძოლას ატარებდა და უწევდა მუშაობა სახლების გადახურვაზე ისევ რა ანუ წარმომუდგენელია ეხა ზიკოს
ზიკოსაკ ნათქვამი ერთ-ერთი ბრძოლისთვის უკვე მე-5 მე-6 ბრძოლა იყო. ვემზადებოდითო და მე ალჯო ჩამოსული ვიყო მოსახმარებლად, ველოდებოდი დარბაზში რომ სამსახური დაემთავრებია მერაბს 6 საათზე და 7 საათზე რომ მოსულიყო და გაეგზელებია ვარჯიში და მოდიოდა იგივე დაღლილი და ღამოს ვარჯიშობდა და UFC-ს მებრძოლი იყო კაცი რა და წარმოუდგენელი გზა გავვლიდა და დაუფასდა ეს ყველაფერი და მanga გამოიმუშავა ეს მენტალიტეტი რა. ხო, აბა რა. მენტალიტეტი აქვს ჩემპიონის რა. აბა რა. ძალიან მოკლედ мотивация არის რა ჩვენთვის და ეხა რო ჩხუბზე ანუ მალევე დაემთხვა მე რა ბიჭუბი ჩემი ჩამოსული მე დეკემბერში ჩამოვედი 18 იანვარს უკვე ჩხუბი იყო და მე იქ რო დამთავრდა ჩხუბი მოკლედ აი ბიჭები რო დავრჩით ერთად მეთქი ბიჭო დარბაზში მივიდე მე რა შევხედო და როგორ შეიძლება რომ ვარჯიშზე არის ვარჯიში ბიჭო ანუ მიხვიდე და არის ვარჯიში უბრალოდ ძალიან დიდი мотивация ის კაცი რა. ასევე ყველა მებრძოლი, ჩვენი UFC მებრძოლები ვინც არიან, ყველანი საერთოდ ყველასთან შეხება, მაგრამ პირადად ეხა მერაბთან უფრო ისეთი შეხება აქვს და მერაბიდან გამომდინარე ვიცახი ამას თორე დანარჩენი ბიჭები ხო საერთოდ რა. თორნიკემაც გაიმარჯვა ეხა ნაგლიაშვილმა, რამოდენიმე ერთი კვირის წინ იყო ბრძოლა დაახლოებით ნიუ-ჯერსიში ჩაატარა ბრძოლა. მეორე პროფესიონალური ბრძოლა ჩაატარა თორნიკემ, 3 სამოყვარულო გამარჯვება აქვს ეხლა MMA-ში. 2 პროფესიონალური გამარჯვება, როგორც ვიცი, 2 თვეში ისევ აპირებს კემპის დაწყებას, დაახლოებით 2 თვეში. ხო, მაგასაც შევეხები იმას, რომ აი თორნიკე გამოცდილი ბიჭია, ჭიდაობიდან გადმოვიდა, მაგარი მებრძოლია, მთელი ბრძოლები რაც აქ ჩატარებულა, ალბათ 3 წუთში ჩაეტევა ისეთ სწრაფად. ხო, ანუ პირველი 25 წამში მოიგო, შენ, მე და ლევან ჩოხელი ვიყავით. და ესეც 45-ში თუ რაღაცა რა. ხო, და ესეც პირველივე რაუნდში არმბარით მოიგო, ხო? და ზოლას ელოდებოდა რაღაცას, ისე უნდა დაეჭუბა ძალიან მალე, ვერ იჭუბა და ეხა ფაქტიურად იმისთვის რომ ოჯახი ყავს, თავი უნდა შეინახო, ეხა მუშაობს ფაქტიურად, ეხა უნდა დააგროვოს ფინანსები, რომ მე ისე ვარჯიში გააგრძელოს და რთულია რა მოკლედ. ხო, ნუ ეხა ბრძოლაში თავიდან ესე ახალ ბრძოლებს რო იწყებ, $1000 მაქსიმუმ რა უნდა გადაგიხადონ, რომ 1000 პლუს $1000 ეგ არის მაგარი დაწყება ამერიკაში. ხო, რა, ესეთი რეკორდი რო გაქვს ახლა 1-0-ზე 1 რაღაცა და ნორმალური ის არის ანაზღაურება ესე რა. ასად არ იხდიან 20 პლუს 20 მაგაზე, ხო ხდება? ხო, არო, ისედაც ახლა სტავს რო ვეკითხები რა. არ არის აქაც ეგეთი ანაზღაურებები. ხო, არა. LFA-ში აგერ კამერზე უწევს ასე რომ ვთქვა რა, იმიტომ რომ რამოდენიმე ბრძოლა მოიგო და ანუ ისეთი კაპიკებია მანდაც. მე ვიცი ძმაო, ბელატორის მებრძოლები LFA-ში რო აჩხუბეს მე რა და $3000 რო გადაუხადე სამწუხაროდ, ანუ ეხა განამაგათ უხარიათ რომ ესე ცოტა სუხტიან უბრალოდ. ნუ მაგიტო არის UFC მაგარი რა ხო ხტები და მაგიტო აქვს ყველას მიზნად UFC დასახული, მაგრამ მე რის თქმა მინდოდა ეხა თუნდაც რო გადაგიხადონ ეგ $2000 რა. ნუ იქ რაღაც ტაქსების გადასახადების რაღაცა პროცენტი. მე გადასახდელი გაქვს, მენეჯერს უნდა გადაუხადო, მწვრთნელებს უნდა გადაუხადო, დარბაზის აბონემენტის თანხას იხდი, ტაქსები გადაიხადე და ნუ რა გრჩება რა. შეიძლება ვალი გაქვს. მისატანი. ბიჭო, არა, ეხა შენ იცი რომ $1000 საქართველოში ბაზარი არა, ეხაც მაგარი ფული არის რა და ნეტა ყველას $1000 კონდეს ხელფასი, ანუ მინიმალური ზღვარი იყოს რა, მაგას გულისხმობ. ნეტა საქართველოში $1000 ხელფასის ყველასთვის, მაგრამ ხო ხდები რა, აქ ფაქტობრივად არაფერი არ არის რა, ეხლა როგორც საქართველოში $1000 არის, ეგრე არის $1000 აქ, მე მგონი შეიძლება კიდე ეხლა რომ მაღაზიაში როცა გვიწევს წასვლა და პროდუქტების ყიდვა ხო მაღაზე რეალურად მე თანხას ვხარ მაღაზე კითხვები მაქვს ჩვენი ჯერ კულინარიულებაზე არ გადავსულა სექტორზე პროფესიონალი ჩამოვედი მოჩხობარი და აქედან ჩარტყი მელა ეხლა მე და შენ უნდა ჩამოვთვალოთ 5 კერძი მე უნდა ვთქვა რაც შენ აქ მომზადებული გაქვს რაც შენ აქ ხარ და შენ უნდა თქვა რაც მე მაქვს მომზადებული რაც შენ ანუ რაც ერთმანეთს უყურებთ რა ესე ვთქვათ რა და პირველი მე ვიტყვი რაც შენ მომამზადე პასტა იყო ქათმით ი ბატონო მე ბოლოდან დავიწყებ მაშინ კაი ოსტრი ოკეი მომზადებული შენ გააკეთე მახსოვს ბორში ი ბატონო მე მახსოვს შენი გაკეთებული ჩიჟიბიჟას უკან მოყვე ჩიჟიბიჟი კაი შენ გააკეთეს მახსოვს კუბდარი ხო შენ იყავი ხო კუბდარი ი ბატონო ჭადები შენი გაკეთებული კაი ჩემო ძმა ოპა მოიცა ანუ რაღაც ისე გრანდიოზულების გახსენებას ვცდილობ რა
ხაში გააკეთე თუ არა? კი, გავაკეთე. კი. ხაში. კაროჩე, ზიკოს და რო ხარშვა დავიწყე მეზობლები გადავიდენ 2 დღე. მერაბისგან ქვაბი გავიტანე ალბათ აი ამ მაგიდის ხელა კაროჩე. ერთი კვირა დავდიოდით ზიკოსთან. ხაში. ოკეი, ანუ მე ეს ხაში მეოთხე იყო, მე რას ვთქვი, ხო? ხო, მე უკვე 4 ვთქვი და მე შენზე ვიტყვი ხაჭაპური, აჭარული. მოიცა აჭარული ხაჭაპური? კი, შენ გამომზადე. UFC-ც იყო მაშინ. გამახსენდა. ბიჭო, შენ გააკეთე. აუ, რაღაც საჭველი იყო, რა ვიცი. ლობიო, ჩემი იმენა. მე და ვატოც იგავ სახში რაღაც ქართულები მომზადე. ხო. ხოთა შორის არ უჩივით რა. კაი საჭმელებს ვაკეთებ. მოკლედ ამირანი რაც ჩამოვიდა, იქ პატარა სათავსო გვაქვს და რომ გავუაღებ სუნელები, ხმელი სუნელი, პაპრიკა, რაღაც უცხოსუნელი, აჯიკა. აუ, ის გახსოვს ხასევის რო აჯიკა გავასინჯე? არაფერია, ყოზით რო. ყოზით ჩაის ხარა. გადახტა ეგრევე სადღაც იმაში ონკაში. რა მოხსენდება, იცი? ზივართ პასკა გვაქვს აღდგომების პერიოდია და პასკას თაფლს ვასხავთ და ეგრევე ჭამთ რა და ანუ მოვიდა ხასეიან და ნამდვილი ქართული ჭამაო და რატომ მეთქი და აბა თაფლის ეგრე ჭამაო ვის გაუგიაო ანუ ვერ წარმოვედგინე ის რომ პურს ან პასკას თაფლს დაასხავ და აბა ეგრე ჭამ ანუ ვერ გამიკვირდა აბა რა უნდა რავი ჩაიში და ის ყოზით უნდა გასინჯო ჩვენ რავი ნახევარი კილო თაფლით ვერ შევჭამეთ პურტერი და არ ვიზარგეთ ჭამას ბიჭო სტავი რო შევაშინეთ გახსოვს ა მოკლედ მოვაწყვეთ საშინელებათა საღამო მე რომ მახსოვს მაგრაიოლა ბიჭო ხო გაქეგვიდეო უეჭოლინა ჩავსვა აქ რა მე უძებნ საშინელებათა საღამო მოვაწყვეთ რაღაც ფილმს უყურეთ ამირანმა სტავმა მე არა სტავი არ გაჩერდა სავი ოთარი სტავი წავიდა შეეშინა დაჟე და ოთარი იყო ხო ოთარი იქ შევაშინეთ ხასეინი შევაშინეთ მე ოთარამ შეაშინა რომ ჩაემალა ლოგიში და სტავს ეძინა რა შევიპარეთ ოთახში ამირანა მიეპარა რაღაც მასკა გვაქვს სახში გაიკეთა და ვაშ არ დამიძახია ბიჭო რომ მივედი ინსტინქტურად მე ქვევინა ასე ნათება მქონდა რა და საშინლად გამოვიყურებოდა აი ინსტინქტურად იგრძნო რომ რაღაცა მოვიდა და გამოეღვიძა და მოკლედ კარგი მაჭამა ინსტინქტურად ხელი მოიქნა თვალში მომარტყა და მე ვაპირებდი რომ მეთქი ზედ დავახტები რა შევაშინე რომ ანუ ეგ უკვე სიგიჟე იქნებოდა ძალიან შეიშნებოდა იმიტომ რომ იღრიალა ფაქტიურად რა მაგის მე დავავტო კაი მეზე რომელიც ამოდიوار სულ ერთმანეთს ვაშინებთ ამირანი და მე სანამ კიბეს მივახლოვდები ესე უსმენ ჯერ რომ აბა რამე ხმა ხო არა ან რამე ხო არ გაიფაჩუნა ან მომზადებულია მუსიკა კიდე. აი ყველაზე ეხა რო ჩახვალ საქართველოში რა, აი ყველაზე ისეც რას მოუყვები, აი მაგალითად ეხა შენიც მაგაცები შეხვდებიან და პირველი აი ყველაზე გადაობა ჩვენზე რაც უნდა მოუყვე რა, აი აბა აა მაგის გარდა აი ეს უნდა ამოვჭრა ვეღარ კონცენტრირდები სხვა რამეზე სხვა კითხვა დამისვი. რესტორანს ადხსნით მოკლედ საქართველოში რომ ბელიაშვილზე ჩამოყალიბდით თუ სადმე გადავიწიოთ. ბელიაშვილზე ვარ ჯერჯერობით. ხათაშორის რესტორნის გახსნა სულ მინდოდა და მე სიბერეში მოვიფიქროთ. მარტო აქ არ დამიწყე ზოგადად საჭმელებს ისედაც საქართველოშიც მიყვარს ძალიან რა. აშენ მზარეულობდი ზოგადად. ნადირობა მიყვარს. ახოტაირი ბალკა. YouTube-ზე შესვლა არის ჩვენთან. ამირანის ნიკნეიმი, ანუ ესე რო წაართვა ხა ტელეფონი და Google-ის ისტორია გახსნა, როგორ გავატყავოთ, იხვი როგორ დავჭრათ, ფოცხერი რაღაცა, როგორ გადავრჩეთ Amazon-ის ჯუნგლებში ერთი ასათის ღერით. და მსგავს რაღაცებს აღმოაჩეთ მეგობრებო. ხო და ვინც ისე მადევნებს თავს იცის რომ ნადირობა მიყვარს და ნადირობა ვისაც უყვარს ყველას. ჰა, ვინც აგიყვანა სანადირო პირველად ლას-ვეგასში. ხო. გაიხსენე ეხა ბიჭო, ვინ მოგლათლა ძმაო. ვირებზე სანადიროს. ხოდა შორის ამბულოს ცხენების შეხვდა და ცხენებს დაჭერა მოვიდობეთ მე და მერაბიმ და უცებ მოვივიდა მანქანა და დაგვეცა გარემოს დაცვა და ანუ ზრო შემჯდარიყავით სასამართლოში ამოყოფით თავსო და ბეწვზე გადავრჩით. ჩვენ რო კიდაღამ არალეგალურად იარაღი ვიყიდეთ ის ისტორია მოუყვეს თუ არა. არის აქ ყოველი გარეთ გასვლა ის არის აქია. რაღაცა ნადირი ხდება და ბრაკონიერები რაღაცა უნდა გედოს იარაღი რომ ესროლო. მაგრამ ჩვენი ყოველი გასვლა სახლიდან
მივდივართ სადმე, ვარჯიშიდან მოვდივართ, გადავხედავთ ერთმანეთს, იქ Silverstone-ში იარაღების მაღაზიაში ხوار გავიაროთ. წამოგავიაროთ, შევედით 1-5 საათის მერე ამირან მე მაღალაში დაგელოდებით, დავიღალე, ფეხები აღარ მივარგა რა. თავიდან იყო მაგარი რა, ახალი ჩამოსული რო იყავი, ყოველდღე დავდიოდი. მაგას ვამბობ, რომ ანუ ახალი დამუღამებული რო გაქვს და რაღაც უცხო ხილი რო არა და ანუ აქ ბიჭო არის ყველაზე ის ანუ შოკის მომგვრელის რომ შედიხარ და $200 შეგიძლია იყიდო. ანუ კარაბინული შაშხანით ის ნადირობა შეგიძლია ახლა საქართველოს 2000-2500 ლარი ჭირდება, ამას $300 და $250 ყიდულობ და აი შოკში ვიყავი, ვარკვევდი იმას რომ მეთქი იარაღის ყიდვა შეიძლება თუ არა ჩემთვის. და იარაღის გამოფენები მაშინ შენ მე და ლევანი რო ვიყავით მან საერთოდ კაპიკებში უკვე მეორადების გამო აქვს და უზარმაზარი სივრცეა მეგობრებო, რა შევადარო აი საქართველოში რა შევადარო. ვერაფერს შეადებ საქართველოში მაგდენი იარაღი. არა. ერთად აღებულ მაღაზიაში არის. შენობა რა, დახლები. მოლი რავი რაღაც დიდი. რაღაც ოქროს ბირჟა რო არის რა. ხო, დაახლოებით დახლები როგორც არის, ეგრე არის იარაღები, დანები, ნუ აქსესუარები იარაღების ნუ თითქმის ყველაფერი რაც ჭირდება და რაც ეხება მაქს სფეროს და ცივ და სასროლი იარაღს, ცივი იარაღს. შემდეგ ჩამოსვლაზე უეჭველი უნდა წავიდეთ. გახსოვს მე რო გთხოვე მაშინ ჩემს დაბადების დღემდე რომ იუტაში მინდოდა პარკში წასვლა რა. აი ხლა ამ ვიდეოს ვიწერ და ამ ვიდეოში უნდა მოცე პირობა რომ შემდეგ ჩამოსვლაზე რო ჩამოხვალ ჩვენ ეგეთ რაღაცაზე ხო იცი კემპინგით. აი ეს წინა ვიდეო რაც იყო. ეხლა იქ იმ ვიდეოში ბავშვები გავასეირდეთ მეგობრებო. იქ ოთარა, ხასეინა, სტავი. ჩვენ წავიდეთ პროფესიონალები, რომანიც აქ იქნება. კი, რომანთან ერთად ხოხდები დარაზმულები და კომპანიებო, ვინმე თუ მიყვარეთ. გამომეხმაურებ და ამირა გოგოლაძე და ვატო გიჟდა და აი უყურებენ მე და დაყოშულო თქვენ არის просто ჩვენ სადვიარეთ მაგის დადებები არ შეიძლებოდა თორე რომანთან ერთად რო ვიყავით მაგანაც გაასწორო მან უბრალოდ კემპინგი რომანთან სად ვიყავით ჩვენ ცეცხლი რო დავანთით ხო ოკეი ხო დავანთით ეგ ხო გაცნობითი ხასიათის ბიჭო მაგ ცეცხლის გარშემო ბიჭექი 4 კაცი და იმე რომ საუბრები ქონდა მაგარი კარგი ცხოვრებისეული ძმაო მოგეთ ვერთობით კარგად რა კაი დროს ვატარებთ კაი ქართული ერთმანეთი ყავს ხო ეხა რეალურად აქ ისეთი ცხოვრება არის ეს ამერიკული ლაიფსტაილი რომ ან ხო აქ არავის შენთვის არცალია რა შენთვის არცალია არავის და დარბაზში ყველაზე დიდ პრობლემას სადაც ვაწყდები ერთ დღეში ხვალ ტურცე კოცნით გამარჯობა გაგიმარჯოს ვიღაცა გადაკოცნეს მეორე დღეში ხვალ ზედ არ შემოხედოთ გამარჯობას ეტყვი არ გეტყვის გამარჯობას აი შოქში ვარდები მეთქი რა გჭირთ თქვენ ბიჭო აი ცვეჩი აი დამუღამებული მაქსიმალო აი ესე თუ არ მივირი აი ესე წინ თუ არ დავდექი რა გამარჯობას არ მეუნებიან აი ესე წინიდან თუ არ შევიჭი აი ხო ხდები რა აი ესე რომ ვიდგე და აი ესე რომ გამოვიავს ანუ ზურგით ხომ ხედავ რომ მე ვარ ანუ ესე რომ ვდგარ ხომ ხედავ მე ვარ რომ ანუ მე შანსი არა აი ხა რომ hey hi რაღაც hello good morning how do you I'm კავკასიელები ანუ კავკასიელები ნუ ჩვენები ხო უკრაინელი ბიჭების მუინი და ისინი ტაჯიკები და ნუ ამერიკელი ფესვები ვისაც რა გაზმო აზრი არა ხო მაგრამ ესე თუ შეეჩეხე უკვე მე მაგრამ მქონე შემთხვევები შეეჩეხე აზრი არა შენ აქაური სამზარეულო როგორ მოგეწონა თავიდან და ამირა გოგოლაძე მოვიდა ჩვენთან სახლში ჩავისი მანქანაში და მივდივართ ქართველების შეხვედრაზე სადაც არ ვიცნობ ამირანს რა ეხა ძალიან დიდი ხანია ამირანის ბრძოლებს უყურებ აფოლოვებ და რაღაცა ანუ ინსტაგრამზეც და ასე შემდეგ მაგრამ ესე პირადი ესეთი ახლო ურთიერთობა არ მქონდა და არ ვიცი ეხა საერთოდ რა ტიპია ღვინო დაუსხა დამარტყას არ დამარტყას ნუ მივედით მოკლედ რაღაც ესე ვლაპარაკობ დავჯექით და ირაკლი რუსიას წითელი ღვინო იყო მახსოვს ესე ავიღე მეთქი ანუ მან როგორი მომენტი იყო იცი მე მაგრა შემცხვა შენთან რა ჯერ მინდოდა დამესუნა ანუ ეგ ღვინო იყო თუ არა რა მივხვდარიყავი და მე შემომათავაზებინა შენთვის და დავისხი ჩემთვის ჭიქაში ღვინო რომ ანუ ის მომენტია რომ უნდა დაუყნოსო ანუ გავიგო ეგ ღვინო არის თუ არა იმიტომ რომ ძალიან მაგარი ღვინოა მაგრამ მომწონს და ამ დროს ამირანი იღებს ღვინოს და ისყავს ჭიქაში და მე ვწითლდები და თან მეუბნება რომ ხაჭაპურებს გამოვეკეცი და სად მომიყვალეო რა შეურცხი მაგარი ჩემი გავწიფდი მოკლედ მაგარი ღვინოც არ დაუსხი ნუ მოკლედ რაღაც ისეთ ფრაზე მომიყვალე და იმ საღამოს მახსოვს მერაბმა და დენის ბუზუკია დააცხეს ვიღაცებს იმაზე რა UFC-ზე მერაბი ჯერ არ ყავდა დალახი თან და რაღაც ხო კუთხეში იყვნენ ალჯოსთან ხო მე მგონი დენისი და ისა მერაბი მოვსართან რო იჩხუბა იმან ალჯომ არა მაგ დღეს ეგ თქვენ ჯერ უყურეთ
და მე სახში ბრძოლას, აქ ჯერ სახში ვიყავით. გადავდით რომ მე კი ლევანიც მოვიდა მე. ხო, ხასეინსაც ავიცნობდი ნორმალურად, ახალი გასნობილი ყავდა ხასეინიც მაშინ და ხასეინიც პირველად იყო რომ წავიყვანე ქართველები. ხო, იყო ეგ. ხო, ეგ მახსოვს კარგად რომ ამას გამოვიქეციო ხაჭაპურსო და ეხა რას ფიქრობ, ჩემო ძმაო? რას მოვაყოლეთ? სხვათა შორის ზოგადად არ არის ტიპი რა, რომ ჯანსაღი საჭმელს ვცდილობ რომ ჯანსაღად ვჭამო, მე კიდე საჭმელების გარშე ვარ მიყავს, რაც გემრიელია ყველაფერი მომწონს. აქ ასე ვთქვათ, ყველაფერი გავსინჯე რაც არის. თითქმის რავი რაც აქვს, მაგრამ ეხა სიმართლე. აი რა გასინჯე, აი ყველაფერი რა, ჩამოთვალე 5. ტაკოსები გასინჯე. გავსინჯე. ბურგერები. გავსინჯე. სტეიკი. გავსინჯე. რაღაცა თავისებური მექსიკური წვნიანები და წვნიანები გავსინჯე. თან ბევრნაირი წვნიანები გავსინჯე რა. ოკეი. ბარბეკიუ და მსგავსი რაღაცეები, აი კი, ანუ გრილი, რო ხო იცი, სამი დღე რო ხო, აი მაგას გეკითხები რა. რაღაცეები, ფრთები. პირველი ხარ ჩამოვედი ჰამბურგერებზე და ბურგერებზე წამიყვანეს ბიჭებმა რა. თავიდან ვაშამ წაიყვანა ეგრევე იმდენ და ხო, ლაშა ლევანი რავი ყველა რა თავიდან. ანუ მეთქი ამ სეტ ბურგერს იქ მაკდონალდსში შეჭამ რა, ეხა სხვა რაღაცებს თავს დავანები ხარ რეკლამაში. ჩვენი მაკდონალდსი ხალ ხო? ხო, აქ არის დავლოცოს ღმერთი ჩემპიონი ხო. და გემო არ აქვს, მოკლედ არაფერს ეხა რატო დავიწყეთ ეგ საუბარი რა. თავიდან რომ ჩამოვედი მეთქი ხაჭაპურს გამოვეკეციო რა. მაგაზე ანუ მითხრა მაშინ რომ აი აქ ნახაო მალე მოგენატრებ ყველაფერი და ეგრეა რა. მე ყველაზე დიდი პრობლემა ვაფშე აქ რაში მექნება ის საჭმელს ვაკეთებ სუნელებზე რა. ყველა სუნელს აქ ერთი და იგივე ანუ ერთჯერად ისუპებს სუნი აქვს ხო ის იქ რა და რაღაც არომატს გიტოვებს. ხო, ანუ აი ჩვენი ხო არის მრავალფეროვანი რაღაც დაუმატები იმას ამას სხვადასხვა გემოებზე ჯდება. ნუ კარგი რაღაცებიც არის რა თქმა უნდა. ეხლა მაგალითად ბრაზილიური სტეიქჰაუსი რამდენიმეჯერ ვიყავით ჩვენ, რომან მაბრძოლა რომ მოიგო მე და ასე შემდეგ. ხო, სხვათა შორის ეხლა ჩვენ რო ძვირია რა, ხო ხდები რა. ნუ ძალიან ძვირი არ არის, მაგრამ ეს ყოველდღიურად ხო იყიდი ჩვენთან. ხო, ეხლა მაგალითად პროდუქტების მაღაზია რო ვავიღოთ, აგერ ჩვენ რამდენჯერ წავსულ ვართ ერთად და რა ვიცი, მაგრამ ეხლა ბოლოს რო ვიყავით, რა გავაკეთე, არ მახსოვს ბოლოს. და ოსტრი რო გავაკეთე რა. რა ვიყიდეთ, ანუ ხორცი ვიყიდეთ, ბულგარული ვიყიდეთ, მწვანილები, პური, ერთი ცალი და სადღაც $60-მდე იყო რა, ანუ დაახლოებით რა, ესე ვთქვათ რა. აი თუ წავედით ხოლმე ისე რომ გვაპირებთ აი ერთი კვირა გვეყოს და უშოთ საჭმელი, სადღაც $400-ზე უეჭველიადი ხარ რა. თუ ეხა თავს ნება მიეცი იქ მე რაღაცა ისეთები გამოვაყოლე ხო, ასე ხარ რა. ტკბილეული რაღაცეები, მოკლედ მაგას ვერიდებით, მაგრამ მაინც მსგავს რაღაცებს. $300, $400, ანუ $200 ისე გადაურბენ რომ ვითოს არაფერი. რა იმ კალათს რომ საკაიფოდ რომ გამოიყურება, ესე იგი უნდა გავაბზადო ჯიბე რა. და ისეთი რა არის ამირან საჭმელი მაგალითად რაც მოგეწონა რა. ანუ კი ეხა ანუ ერთ მნიშვნელოვნად ვიტყვი სტეიქს რა, მაინც რომ არის რომ იციან რა ეხა სტეიკი როგორ უნდა შეწონა, როგორი სტეიკი უნდა ჭამონა თან, ანუ აქ ხო რაღაცა ანგუსის ხორცი, იმის ხორცი, ამის ხორცი და ისეთ რაღაცა. ეგ როგორ დამავიწყდა? ამირანმა მოამზადა რაღაც ანგუსის ხორცი იყო თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ანგუსის იყო. ეგეთი გემრიელი სტეიკი ცხოვრებაში არ მიჭამდი ხალხო, აი რავი. სად არ ყოფილვარ, როგორ სტეიქჰაუსში არ ყოფილვარ და შენ ძმობას ფიცა ვარ, ეგეთი გემრიელი სტეიკი. ირაკლის მინოში გავაკეთე სხვათა შორის ეგ. მართლა? ხო და ანუ აქ ყველაზე გემრიელი რაც მაქნაჭამი სტეიკია რა. ხასეის რამდენს ვეხურებოდი შევერე ალკოჰოლი აქვს რა და ანუ ეგ ხო ალკოჰოლს არ სვავს და გავაგიჟეთ კაცი კედლებზე დავაწყევით სიარული. ხასეი და ჩავიძმა კაცეთ ჩვენი პატარა ძმა არის მოკლედ. ხასეი და გელი კაცი, კაი კაცია რა ჩვენი. ჩვენ მინდა ხასეინას კომუნიკაცია როგორ მოგწოს. ამირანის და ხასეინის ურთიერთობას მე პირადად ვეძახი international ენას, რომელიც იმ ჩვენს კემპინგის ვიდეოში თქვენ შეამჩნიეთ მეგობრებო, ამირანის და ხასეინის ურთიერთობა. ეხლა მე ვიქნები ამირანი ამ შემთხვევაში. ხასეინ, you me come here, პრინესი, მოდი. შაშლიკ აკუშავებ გაროჩე. ანუ ამირანი რაც ჩამოვიდა, მე რაც მომწონს რა. ანუ მაგ საკითხში თუნდაც ენა მარტივად რო ისწავლა, უნდა იყო უკომპლექსო ძმაო რა. შენ ძმობას ფიცა, აი თუნდაც MMA რო აიღო, შეცდომები თუ არ დაუშვი, იქ თუ არ დაგახჩვეს, თუ არ მოგხვდა და ასე შემდეგ, ხო ვერ ისწავლი რა. იგივე მომენტია, მთავარია მაგის კომპლექსი არ კონდეს, რომ შეცდომა დაუშვა და ასე შემდეგ და რავი ხა ყველაზე სწრაფად და მარტივად მე მგონი შენ განვითარდი ხო? თავიდან რომ ჩამოვედი ან ისე მიჭირდა და Do you speak English bro? ეხა უკვე მარტო დავდივარ დარბაზებში შეულებივად რავი. ეხა მარტო უშვებ სახლიდან რა.
ხელი ჩამკიდე. და ის აირთაგიც რო ჯიბეში რო უდევდით ხოლმე რომ არისო და ისიც. წვალოთ მოკლედ ყველანი რაღაცებს წვალოთ რა. ეგ მაინც მინდა რომ კითხო რომ აი ყველაზე ისეთი რა დაგამახსოვრდა რა, აი პოზიტიური ისტორია ისეთი რომ რაღაცნაირად გაგახსენებს რა. ისევ და ისევ მერაბის და უმარის ბრძოლა ამ აკაურობას რო ძალიან საფრად და მახსოვრებს, რადგან ეს ბიჭები შეკრებილი ქართველები, ეს ნერვიულობა, მე პირველად მოხტიც ერთად ხო პირველად ყოფნა UFC-ს დარბაზში საყურებლად ხალხს უკვირდა რომ რა გჭირთ რატო ხმები საერთოდ მე და ლევანი ვეღარ ვლაპარაკობ ჭუბის მე ლევანი გავიდა სადღაც და მერაბის სახელს რო ყვიროდა უკინან მოესმახმა რაღაცა ეგეთ შეძახეს შემოტრიალა და დაღესტანი ეწერა ვიღაცას რა და იმან ხელით უჩვენა რაღაცეები და ვეძებდით რომ დამთავრდა ჭუბი ამთვის დაღესტანი რო ეწერა ანუ შეიძლება ვიღაცას სხვასაც წერებოდა და შარში ვაძრობდით ყვირად ვიღაცას ბიჭო ხო ეხა მოყვები მაგარ ისტორიას რა მათ ხო რესტორანში ვიყავით და გიორგი დანელიაც ხო იყო და სოსო ჩამოსული რა და დანელია მეუნება რომ ტესლა უყავსო თუ რაღაცაო და მე გაგიყვანო სახშიო და კაი მეთქი რა დანელიაზე საჭესთან ეგ უეჭველი მახსოვს მე გვერდიძი ვარ ყველა დაღლილები ვართ და უცებ ფილმებში ვარ რაღაცა ვერთხელმა გადაგვიფრინა და ეს პროჟექტორი გვალათებს რა ესე ვერთხელი გაჩერდა და ესე მანქანაზე გვალათებს რა პროჟექტორი რა და ვა ეგეთები ვართ ყველა ვერ გავიგეთ რა ხდება რა და პოლიციის მანქანები ეს ჩაია რა ერთი 15-მა რა ჩვენ ჩაგვია რა დიდი შენობა არის რაღაცა მიაჩერა ყველა დანელია გადმოხდა ტელეფონს აძრობს მოგესალმებით მეგობრებო რაღაცა იმა ლოს-ანჯელესში მოხდით ემაში რაღაცა ძებლა თუ რაღაცა მიდის ვიღაცების და ესეთი მაგალაში ჩემი რა ხდება ვეცი რა დააშავეს ამათმა გადაკეტეს გზა და აი გიჟობები იყო რა ყველაზე ცუდი რჩევა რა არის რაცა კუთხეში მოუწია სპარინგის დროს არის შიდაო ძმა მიხდი აი წონის კლების დროს მარტო ერთი ქართული კერძის ჭამა რო შეგეძლოს რა კერძი იქნებოდა ეგ შენთვის არა მაინც აი წონას რო აღიდგენ უკვე და აი ჭამა რო შეგეძლო ალბათ ხინკალს შევჯობ ხინკალი იმიტომ რომ არ მე აი ხა აქაც ხო იცი რომ რამდენჯერაც ხინკალი 6 თვეა თიცალი ხინკალი თუ გავსინჯე რა ხო მართლა გემრიელია ძალიან მაგარი ხინკალია მართლა აი რავი ხინკალი გზავნება საიდან მოდის და რამდენი ხანი ეხლა რამოდენიმე ამაზონის საწყობში დაამატეს როგორც ვიცი ეგ ნამუ და მოდის კარებთან ყინულები დევს ჯერ კიდევ შიგნით ჩვეულებრივად მაცივარში ვინახავ მე გადის პერიოდი მაგალითად 1-2 კვირა ხარშავ და როგორი წვნიანი არის შიგნით რა მაგრა ასწორებს რავი ეხლა ნიუ-იორკიდან ხო გამოგზავნეს მე თქვენ დამირეკეთ რომ გახსენიო გარეთი თუ რამდენი ხანი სიცხეში აქ როგორი სიცხეა კი იცით და შევიტანე სახში ამოვიღე და გაყინული იყო ისე და ყინულები აუ კაროჩე და ანუ მაგას რო თავი დაანებოთ ჯერ ხო ძალიან ისე მოდის შენ მე ხარშავ არც შანსი არ რომ გასკრეს არამე და ხარშავ და ძალიან ემრიელია ზოიჯი ყველა დროის სამი საუკეთესო მებრძოლი ვინ არის შენთვის ბიჭებმა რა რეალობის წინაშე დაგვაყენეს წარმოიდგინე რომ ფაუნდერ 4 კაციდან 2 ქართველია და მერაბი ილია და ჯონჯოსი აუ რა უნდა თქვა კაროჩე გასაგებია ვიცით რა მეოთხე რომანდოლიძე აი შენს შენ რო ჩემს კუთხეში ყოფილიყავი მაგალითად მე ბრძოლა მაქვს შენს ჩემს კუთხეში ხარ რა კორნერი ხარ აი რჩევა რა არის რასაც კარნახო ეხლა შენ იცი მავარდი შეკიდებას რამოდენიმეჯერ და ასე შემდეგ და აი რა რჩევას მოვცევდი ეხლა გამიცანი ხო ასე თუ ისე რა ტიპი ვარ ბოლოს დაგარწმუნდი გუშინ სირბილის ფერაპები და დაგიზახებდი იმას რომ დისტანციას ნუზღდავ ძალიან ახლოს მოდიოდი გითხარი კიდევაც ხო და დისტანცია შეინარჩუნე იმიტომ რომ სიმაღლე არ გაქვს ჩემზე მაღალი არ ხარ მაგრამ კიდურები ძალიან გრძელი კიდურები გაქვს ხელები რა და კიდურები ეს ხო ხო ხელები რა და აქედან გამომდინარე უნდა შეინარჩუნო დისტანცია რომ შენი ხელების ხარჯზე არიან სხვათა შორის ეგეთი მებრძოლები რა მიჩხუბია ეგეთ მებრძოლთან დაბალი იყო მაგრამ ხელები ქონდა ჩემზე გრძელი მე და შენ გაქვს სხვათა შორის გრძელი ხელები აბა მოატოლე ხა ერთს პროს არა ეხა ყოველს დამაინტერესა რა არა წაღუსული ხო ბევრი არა რა ბევრი არა შეიძლება ჩემი გრძელი იყო სიგზელი ხო მაგას გადაო არ ვიცოდ ხო გრძელი ანუ არ ვიცოდ ეხლა ვარ გეთქვა არ ვიცოდ ხო ზაპებზე არ ტყუე ამჩნევ მაგას რა უნდა შეინარჩუნო დისტანცია და შორიდან ხელებით ემუშაო მაგას დაგიზახებდი აუცილებლად და ააყენე ზმა ააყენე არ გიდეჩიო მოკლედ ამირანი რაც ჩამოვიდა
მეც ერთხელ გავიგე ვიდეოში და ავიგე. ორი სიტყვა იყო, რომელსაც აი სულ იძახდა. ოღონდ ერთ სიტყვი. ოღონდ ერთ სიტყვი. ოღონდ ერთ სიტყვი რა, ერთი იყო ღრუტა და მეორეს ხასეინა გვეტყვის. ხო რა. ყველას გადაობა რომ დავდივარ და ღრუტა. ყველას ღრუტა ვეძახი. რა არის ეს ღრუტა? არც მაგის ვიდეო დანახი საერთოდ. დამრჩა მემკვიდრეობით ამისგან და ხასეინა იმ დღეს კანცელებში დადის და It's the mეთქი ბიჭო. ნუ იცახი მაგას მეთქი იცი რა არის ეგ. მაგარია. არა, არ ვიციო რა არისო და უთხარი და გაგიჟდა. არა დაიცოდა მაგარა და სწორმა მე პირველი დღეს ვუთხარი. ამბირა, შენი გეგმები რა არის ახლა საქართველოში დაბრუნდები? ჩემი პირველი გეგმა რაც არის საქართველოში შევიდე, ხა ბავშვს ველოდები და ალბათ უკვე ერთ თვეში ეხა გვეტყვის რა რომ ჩავალ მივალთ კონსულტაციაზე და გვეტყვის ზუსტად ვარაუდით როდის ამ ბავშვი ეხა მაგაზე ვაფიქრებ ჩემ გონებას რომ უკვე მაგ ანუ ამ ვარჯიშებმა ძიმემ შეაიარა, კარგი იქნებოდა რომ ჩხუბი დაგვიგულიყო რა თქმა უნდა, მაგრამ არ მინდა რომ მაგით თავი დავსტრესო და ჩავალ და აი ეხა რაც დავიკელი რაც აქ ვარ უკვე ოჯახთან ერთად ავინაზღაურებ ამ ყველაფერს და გეგმა ეგ არის რომ ყველაფერი იქ როგორც ხდება მშვიდობიანად შეაიაროს და კარგად ჩავადაროთ რა. ეგ ვიცოდი ეგ ამბავი მოკლედ და იმიტომ არ იმას მიხნია ეხლა და ძალიან მაგარი ამბავი არის მოკლედ რაც ხდება ოჯახი პირველ რიგში რა თქმა უნდა მესმის. თან ეხლა მონატრებული ყავს ესე ყველა. მე რა ვიცი რომ ბაქოშიც აპირებ ხო? ძალიან მინდა. ეს და იმედი მაქვს ეხლა აი ზუსტად თქვი ეს ორსულობის და მშობიარობის პერიოდი არ დაემთხოთ ორი. ისაც ეხლა 6 თვეა მარტო დატოვებულია თაკო უჭირს ძალიან და თაკოს მოკითხვა მოშკაცურად ართმევს თავს ერეკლე ვაფშე ჭუინან გადადის და გადაყავს თაკოს ჭუინან და იმიტომ ნახოთ რა როგორ დაემთხვა ყველაფერი რა მაგარია ძმაო წარმატებებს გისურვებ მთელი სულით ღმერთი შენკენ წარმატებები ხო იცი ხა დროის ფაქტორი არის რა ამაზე რამოდენიმე დღეა ბევრ თემაზე ვისაუბრეთ მე და ამირა და პოდკასტი ჩაწერა გვინდოდა ვერ მოვედით რა დეტალებში აღარ შევდივარ ჩამოყალიბებული პროფესიონალი მებრძოლი ხარ, გააქვს ყველაფერი, ანუ მაგ ორგანიზაციისთვის მით უმეტეს, უბრალოდ ანუ შენი მაგ ორგანიზაციაში მოხვედრა, აი ძალიან ცოტა დროის ფაქტორი არის ჩემი აზრით, მეტი არაფერი და ნუ რაღაც სწორი ნაბიჯების რა, რასაც ახლა გადადგამ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება, ძმაო. ჩვენს მერაბს აქვს ახლა ბრძოლა, მე ილიას აქვს ბრძოლა, მე რომანის ბრძოლა მოდის. ერთი გული იმაზე წდება რომ აი ახლა მიწევს მაინც ამ თვეში. ხო, აი ძალიან მინდა რომ აქ იყო რა, სიმართლე გითხრა, ახლა მერაბის ბრძოლაზეც ნიუ-იორკში ნიუ-ჯერსიში მივფრინავთ რამოდენიმე დღეში. და თან მე მიწევს მერაბის ბრძოლა 7-ში და ქვეყნის დატოვება 6-ში მიწევს, წარმოვიდგინე რა. ხო, აი ახლა 2 დღეში თუ 3 დღეში მივფრინავთ. მე ილიას ბრძოლა თვის ბოლოს არის და მე იმედი მაქვს რომ რომანის ბრძოლაზე ბრძოლამდე რაღაცა ანუ ხო იცი როგორც არის შეიძლება არ არის გამორიცხული მალევე მომიწევს ხო რა ნახოთ დაუბრალოდ გავიაროთ ახლა პირველი მერაბს აგბრძოლა ისევ და ისევ პრინციპული დაპირისპირება უფრო რთულია რა თქმა უნდა იმიტომ რომ უკვე სხვანაირი გეგმაში ჩატარებული აქვს ერთმანეთთან ბრძოლა მე ერთხელ მაქვს რევანში ანუ მეორე ბრძოლა ნაჩხუბი, ორივე ბრძოლა მოვიგე, მაგრამ რთულია ძალიან რა, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე სწავლობს იცის შენი პლუსები, ის მეუნისოები, მე შენს უკვე სხვანაირად უთგები და მერაბი ძალიან მაგარ ფორმაშია, ძალიან გზაში ვიძახი დაუღნიშნე, დღესაც ვლაპარაკობ მაგაზე ბიჭებთან ერთად, მაგრამ კონცენტრირებული უნდა იყოს, რაც ფავორია და ყველაფერს გააკეთებს. ასევე ილია ორი წონის ჩემპიონი უნდა გახდეს, რომანს აქვს კიდე რა თქმა უნდა მაგარი ბრძოლა, იმიტომ რომ რომანი ხალხის გზაზე დგას. დაანოსებული იყო ეგ ბრძოლა. ადრე მე მგონი რაღაცა ლაპარაკები მიდიოდა, მე ჩაიშალა და ხო. ხა შედგა მაინც და ეს გამარჯვება უკვე ძალიან დიდი ქამრისკენ გადადგმულა ბიჭი. გარდამტეხი ბრძოლა არის რომანის კარიერაში, ესე ვიტყოდი რა, მნიშვნელოვანი მომენტები გველოდება ძალიან და წარმატებები ძმაო ჩვენს ბიჭებს და მაგათი ბიჭების გამარჯვება ჩვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს რა. და მომავალ თაობაზე და ყველაფერზე მოკლედ და საძირკველი დაგვიდეს მაო და ანუ ეხა ბიჭო ჩვენ რო ვიცნობთ აი წარმოიდგინე მერაბს ვიცნობთ და ვერ ვაანალიზებ იმას რომ UFC-ის ჩემპიონია ანუ ძალიან ისეთი რაღაცა მგონია და მოკლედ ძალიან დიდი რეალობის წინაშე ვართ რა და აი ამ ბრძოლებმა ეხა რა ჯონ ჯონსი რას იზავს წინ ვინც არიან ჩვენი ბიჭების წინ აი მახაჩევი რას იზავს
მაგაცია დამოკიდებული, არ არის გამორიცხული პირველ მეორეზე კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს რა. ილიამ და მერაბმა. აი ხაპარი იქნება რა ჩვენ იქნება საერთოდ. კი, მაგრამ ველოდები რომ მალე იმედი მაქვს იოსი დაიწყებს ახალი კონტრაქტების გაფორმებას ქართველებზე, ნავსი გატყდება მოკლედ. გატეხილია ახლა ალექსანდრემ გატეხა ესე ვთქვათ. მოკლედ დროებით დაგემშვიდობებით მეგობრებო. ამირან ჩემოზმა ძალიან დიდი მადლობა. საუბარი გამოვიდა. შემოყარე თავი იმენა, კაი კაცი ხარ, გენაცვალე ძმაო. წარმატებები შენ საქმეში ყველგან და სულ გამარჯვებული ყოფილიყავი ჩემოზმაო. შენი ერთგული გულშემატკივარი ვიქნები ყოველთვის ჩემოზმაო. მაყურებელს კიდე რავი. მადლობა შენ მაყურებელს რომ გამომწერები ყავს იმათ კიდე ვისაც არ აქვს დავაფოლოვოთ Instagram-ი. ვისაც არ აქვს კიდე გამოწერილი. ვატოს მადლობა. YouTube არხი გამოიწეროს და ბევრ საინტერესო რამე შემოგთავაზებთ. ჩვენი ვატო. და ალჯოს მადლობა ძმაო. ხახვისთვის და სტუდიისთვის. ანუ ჩვენ გადმოვირბინეთ ბიჭებო. ხო. დავაი, შემოგიყვებით. მეუბნები. აბა ჰე.